თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ინდოეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვია. სახელმწიფოთა ლიდერებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე განაცხადეს, რომელიც მათი მოლოდინით ხელს შეუწყობს ინდურ-ფრანგული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას. საფრანგეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები განსაკუთრებულია. საფრანგეთი არის ჩვენი ერთ-ერთი უძველესი სტრატეგიული პარტნიორი და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ჩვენ მას უპრეცედენტო სიმტკიცე და ენერგია შევძინეთ. საერთო ხედვასა და ნდობაზე დაყრდნობით, მუდმივად ვაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს. შეიძლება ითქვას, ეს არ არის მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა. დღევანდელ არასტაბილურ ეპოქაში ეს კავშირი არის გლობალური სტაბილურობისა და წინსვლის მაჩვენებელი. 2026 წელი ორი ქვეყნის ურთიერთობებში გახდა გარდამტეხი. ცოტა ხნით ადრე ჩვენ ხელი მოვაწერეთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ევროკავშირსა და ინდოეთს შორის, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას შეეხება. ეს შეთანხმება დამატებით უპრეცედენტო იმპულსი იქნება ფრანგულ-ინდური თანამშრომლობისთვის. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ახალ საინვესტიციო შეთანხმებას, რითაც ფაქტობრივად გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენი ხალხებისა და კომპანიებისთვის გაუქმდება ორმაგი ტარიფები. ყველა ეს ინიციატივა დამატებით წამახალისებელია ერთმანეთთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მობილობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ერთიანი საგზაო რუკა საერთო კეთილდღეობისთვის. არსებობს ბევრი სხვადასხვა სფერო, სადაც ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ არ უნდა განვიხილოთ კოსმოსის სექტორი? ამ სექტორში მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ ძლიერი იყო და მჯერა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. სწორედ ამიტომ ივლისში საფრანგეთში ვგეგმებთ ამ სფეროსთან დაკავშირებული სამიტის ორგანიზებას, რომელშიც ცხადია ინდოეთიც იქნება ჩართული. მუშაობთ ერთიან საგზაო რუკაზეც, რათა შევეწინააღმდეგოთ გლობალურ გამოწვევებს და გამოვნახოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა, რომელიც სხვებისგან ბევრად განსხვავებული იქნება. თუ კი საავიაციო სექტორზე ვსაუბრობთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.